ჰიტმენი მევასებოდა. ჰიტმენი ხო მოყოლილი მაქვს ეგეც რომ პირველად რომ ნახე რომ ჩემ მეზობელს ქონდა რა ხა ჰიტმენს ვერ ნახავდი ხო მივიდა ეს რომ ვიღაცა დააჭერა ტრანსფერი ჩაიწვა იმის ეს რა არის და მაქს პეინი რო გადახტა კიდე მე და ის რო ჩაირთო მეთქი ეს რა არის შეჩემა ანუ ჯერ სეგას და სონი ერთის გარდა ნანახი არ მაქვს არაფერი შოკი მქონდა ბიჭო სისხლი რო დავინახე თამაში პირველად გაასხა და Vice City-ზე მქონდა კიდე შოკი რა აი ჯეტია Vice City რო გაიჩნდა ანუ აი ეხა ბიჭო 6 რო გამოვა ეგეთ შოკი თანამედროვე ბავშვი ვერ იქნება რა რა თქმა უნდა გამორიცხულია პროზა არ არსებობს რა მაგ შოკში ანუ ნებრივიაში ჩა ვაი აი მანქანა რო გადმოვაგდო ან დრაივერში მანქანა რო გადმოვიდა ეს და აი ესე დაიწყო სიარული მეთქი რა ანუ რა ხდება ვაფშე ანუ პროზა ვერ ინტეგრაცია არ ქონდა არაფერთან ეგ იყო ცუდი დრაივერში მაგრამ კაცი გადმოვიდა მანქანიდან ანუ ადრე იყო რომ ან კაცი იყავი ან მანქანა ანუ კაცი გადმოვიდა მანქანიდან ეგეთ რაღაც არ არსებობდა და არა იყო ეგეთი რაღაცა იყო პირველ იმაში პირველ ჯეტიაში ზემოდან რო არის გადადი 3D-ში რა აი 3D-ში უცებ 3D-ში არა გადმოვიდა არა ის ძალიან თესლი ჯეტია იყო შეჩემ ზემოდან რო ვიყურე პირველი აუ რა შოკი მოსებოდა იკაიფე მე ეგ ჯეტია მაქვს ნათამაშები ისე რომ ეს სხვა ჯეტები გამოსული არ იყო ეგ ჯეტია ისე მაქვს ნათამაშები ჯაფარა სხვები არ იყო მეც ეგ მაქვს ნათამაშები ხო მამა ჩემს ქონდა სამსახური ჯეტია მე ჯეტია რო გამოვიდა და ვერ кайხანი ვერ მაშქენ მე დავაკავშირე რომ აუ ეს ის თამაშია შეჩემა იმიტომ რომ აქაც იგებონდა მანქანაში ჯდები მიდიხარ მისიას ასრულებდა ამ დროს ის მაგრამ ევასებოდა ძალიან თესლი თამაში იყო თო ზემოდან ლონდონშიც იყავი აშკარად იმიტომ რომ ბრიტანეთის ყველაზე თესლი მანქანა იყო კობრა ბრიტანეთის დროშა რო ეხადა ზემოდან ძალიან გადავა ვიდეო ტელეფონი რო რეკავდა სადაც მიდიხარ აი მაგ ნათამაშები ძველი ჯეტია არა აუ ძალიან კაი იყო ეხლა ციტის მე მაგას ვეღარ მიუბრუნდებოდი ხო არა რა თქმა უნდა ხო მე ვარ არც ვიცოდი ჯეტია რო ერქვა ანუ ვიცოდი რომ რაღაც თამაში იყო ესეთი არც ვიცოდი სახელი მე დავამოღა Grand Theft Auto პირველი შოკი მქონდა ვაფშე Paint-ზე მე ეგეც ნათქვა მაქვს Paint-ი რო ნახე პირველ პროგრამა Paint ბიჭო ანუ ვიყავი 3 წლის ვიყავი თუ რა დედაჩემის სამსახურში ახლა დედაჩემის 3 წლის რომ მოწელს იყავი 96-ში ხო და ის პერსონალი ეს დაბადებული არ იყო აი ზუსტად გეტყვი მაგ დედაჩემი მუშაობდა ანუ შემოწლიანი ხარ 18-იანი და ბიჭო სამსახური პატარა ვარ ძალიან აი მართლა ძალიან პატარა ვარ და სამსახურში 4-იანი. ეს 18-იანი. არაფერი არ მაქვს. გინდა შეჩემა, ჩემი კარგი მოტყვა კომპლიმენტი იყო, კარგი მოტყულობდა. შენი კარგი მოტყვა არ იყო, ჩემი კარგი მოტყვა არ იყო კომპლიმენტი. რატო შეჩემა? რატო არ მიიგია? პირიქით, კაია, ახალგაზრდა ხარ. წეღარ რომ ვიხსენებ ხოლმე ხო. 98 წლის ჩემპიონატი, ჩემი ფავორიტი ჩემპიონატი ერთ-ერთი რაღაცა. ლუკა დაიბადა მაგ დროს. ბაცი, შენ დაბადებული იყო. დაბადებული იყო. ტელევიზორთან დერნეხო. რა, შეჩემა 28-ის ხარ. ამის დაბადება კარგად, ესე ეგ ტურნირი არ მახსოვს, მაგრამ ამის დაბადება მახსოვს კარგად. ანუ არ მაყურებდა, არ უყურებდა საერთოდ ადამიანი. მეც მაგალითად ის მახსოვს, თაზოს ჩემი ბიძაშვილის დაბადება მახსოვს. 91 დეკემბერი იყო. ძალიან კარგად მახსოვს, რომ დაიბადა და ბევრი რაღაცა მაგ პერიოდიდან არ მახსოვს რა. მაგალითად ომი ხო მაგ პერიოდში დაიწყო. სადღაც იმის სამაჩაბლოს. არ მახსოვს ვაფშე. სამაჩაბლოს ომი ძალიან მერე გავიგე. ანუ აფხაზეთს ომი მახსოვს, კარგად. სამოქალაქო მithumetes მახსოვს, შემეხო. აფხაზეთს ომი მახსოვს, იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილი წეგრაციაში მოყავი ზუსტად იგივე. ხო, ჩემი ბიძაშვილის ქმარი იყო დასული და რაღაცა და მაკედან მახსოვს რა პირადი რაღაცა იმეებიდან და სამაჩაბლოს ომი აი ისე მოხდა ეგ ომი რომ ვერ გავიგე. 18-19-ში იმას ამბობდი რომ ომი ყოფილად. Paint-ით პირველად მზერო დახატა. დედაჩემის თანამშრომელი მაჩვენებდა როგორ მუშაობდა ვაფშე რა და არაფერი არ მახსოვს ხა მაგ სამსახურს, მე ეგ დაამახსოვრდა პატარა ვიყავი და დახატვა ვიცი მარტო ამაზე შეჭი. ქაღალდით. ვერ ვაფერადებდი ნორმალურად, ბლაგვი ხელი მქონდა, გადმოვდიოდი სუნებზე. და უცებ აი ეს ყველაზე შოკი მქონდა ის რომ ეს ჯერ კონტურები დახატა, აი ეს ჩაასხა, ფერები ჩაასხა და მეთქი ოპა და მახსოვს ნახატი შეჭიმა. მზე იყო მდინარე, მოდიოდა ეს. და მზეს გაუკეთეს მე სათვალე ეს შავად რა. ეს რა ბიჭო ვერ დავიჯერე რა ხდება რა ჯატოქრობა დღეს რო ვიღაცას ეტყვი მაგას იმენა ანუ AI-ც მეგონა და ყველაფერი მეთქი ეს რა და შეჩემა მე ეგეც მოყოლილი მექნება მე მახსოვს Paint-ი ო ეთქო ხო ანუ ისეთი პონტია რა მეზობელმა რო ის გააძრო შეჩემა ფერად ეკრანიანი ტელეფონი რო გაჩითა გამოვყლევდი ბიჭო ანუ აი როგორი შოკი მქონდა იცი რომ მეთქი ანუ რეაქცია ის იყო რომ ეს არის შეუძლებელი. მქონდა iPhone. რანაირად შეჩემ. ჩემ კლასაც მქონდა iPhone-ი და ის ბურთი რო უნდა ხო იცი ეგ თამაში. ანუ ტელეფონი რო გიჭირავს და ნახრატები და ბურთი უნდა ააცილო. და ტელეფონს რო ამოძრო ბურთი მიყვება შეჩემ.
What the fuck? დღევანდელი ახალგაზრდებისთვის და პატარებისთვის მე თუმეტეს პიზდეცია მაგის გააზრება რომ მაგაზე შოკი შევა ქონოდა, მაგრამ მე ეკრანი, მე მახსოვს რომ ტელეფონი მობილური ვაფშე არ იყო. მე იყო მობილური ტელეფონი ონუშული ყლეობა, მარტო ის ეკრანი ნომერი რო ეწერებოდა, მე გაიჩნდა უკვე Snakes-ო თამაშობდი და მეზობელმა რო გააძრო ტელეფონი და ფერადი ეკრანი რო იყო, ეგ იყო რომ რა ეს არის შეუძლებელი შეჩემო, როგორ შეიძლება ეს. და ის არც მიფიქრია რომ აქ შეიძლება ოდესმე კიდე რაღაცა 2006 წელი რო არის iPhone-ის პრეზენტაცია როა ჯობსის შეჩემო, ეგ არის კიდე 2006 წელი ძალიან მახსოვს 2005-2006-დან ვერ იაზრებ რომ 2005-ში მაგალითად არ არსებობდა შეჩემო. ტელეფონს რო აიღებს ესე და რო ასკროლავს და ხალხის რეაქცია როა დარბაში ვყიდები შეჩემო. და რაღაცა დღეს რო უყურებ გეცინება შეჩემო რა. დღეს даже ფოტოებს რეალურ ფოტოს რამდენჯერმე დამემართა უსინდისო ვიყავი და ესე ვქენი შეჩემო. მაინტერესებდა რაღაც ისა. დაკვირვება ფოტოს და ესე გავაკეთე ფოტოზე შეჩემო. ხო ბიჭო, მაგაც რო დაფი, აი პროსტა რო ხო ეხა მარტივია რო შუქი შედის და რაღაცეები რა ფიზიკის დონეზე ყველა პროსტა. არა, მართლა პიზდეცია რო დაფი. ჯადოქრობაა. თან მე საბიჭო. როცა არიცი ჯადოქრობაა რა. რა, საბიჭო. ახლოს კიდე კაი რა, იქ მომეცა შორს რო იღებს რა. აი შორს რო იღებს მაგაზე მე. კი, არა, ბაზარი არა. როგორ შემოგი? როცა არიცი ჯადოქრობაა შეჩემო. მაგარი მუტალი რაღაცა, აი ფოტოაპარატი არის, ეშმაკის. ფოტოაპარატი და ვიდეო კამერაში. ო. აი რაღაცას გიშვერენ. რაღაცას გიშვერენ და მინდა ვიდეო კამერას, ანუ როგორ აფიქსირებს რაღაცა ტიპი, რაც ვიდეო კამერა როგორი რამხელა რაღაცაა რომ შექმნეს და ეხა ყობახა აკეთებს YouTube-ს მაგ ვიდეო კამერით, ანუ აი. სხვათა შორის ეხლა რო ვფიქრობ, მე ნაკლებად მიკვირს უფრო ციფრული ვიდრე არაციფრული რა, აი ფოტო. აი რატომღაც არ ვიცი. აი ეს ტელეფონით რო გადავიღო, ნაკლებად არ მიკვირს უფრო ვიდრე ის რომ გადაჭდის რაღაცაზე რა. ტელეფონზე მარტივი ახსენა, გეგ მარტივი, ამას კამერა უყენია შეჭი. ხო, მაგრამ ხო. აი ის როგორი. ხო, მაგრამ ის ეგეც ხო ჯადოქრობაა შეჩემო, ამშობლობა. ირიანი როგორი ისტორია, ეს კამერაა გასაგები. არა, ის ყველაზე კაი გადაობა არის ნეით ბერგაცეს ისა გადაობა შეჩემო, რომ მეო იმდენად ვერ ვერკვევიო იმაშიო, რომ წარსულში აღმოჩნდა ვერაფერს ვერ შეცვლიო. აი წარსულში რო გადამაგდო, ვერაფერს ვერ შეცვლიო ვაფშე, დაჟე მეცაც გეტყვიო. ალბათ ვერც დავამტკიცებ, რომ მომავალი დამარო შეჩემო. რომ მეკითხებია, რომ მკითხავენ, რომ კაი, შემდეგი პრეზიდენტი ვინ არისო, მაგასაც ვერ პასუხობ შეჩემო. რაღაც როგორ მუშაობს და როგორ არა, ეგ მithumetes, მაგრამ დაჟე ისტორიას არ ვიციო რა. მეზაკ ტიპი ვარ უნდა მოსოვი. არა, ნუ შენ პრეზიდენტს ეტყვიან რაღაცას მაინც იმას იზამ, მაგრამ გააჩნია ამერიკაში თუ მოხდი, ვერც მე ვერ ეტყვია. 24 წელს რომ მოხდი ამერიკაში, შემდეგი პრეზიდენტი ვინ არის, რავი, ამახსოვს შე ვინ არის მაგათ პრეზიდენტი. მაგრამ მაგის მეორე გადაობა ემატება კიდე, მე შემდეგ სპეციალში აკეგა, რომ ისტორიაში იმდენად სულად ვერ ყვევი, იმდენად არ ვიცი ისტორიაო, რომ იმებს ისტორიულ ფილმებს რო უყურებ, ხალხურ ფილმებს, სულ დაძაბული ვარ. რა მოხდება? მე ხალხოს რო უყურებ, მეც ეგეთივე გაკვირვებული ვიყავი, როგორც ისინი. ზოგი რაღაცა გაგიჟებს, არა ფიზიკური რაღაცა უფრო შორს. ეგრე ქონდათ ალბათ აი ჩვენ რომ ბიჭო, არ უფიქრდები რა. ტელეფონებს დემოც გვაქვს ცეცხლიდან მოიპოვეს პირველად. ხო. ვა რა. ო, ცეცხლი დაინახეს. ო, პირველად რომ გაიჩიტეს ცეცხლი წარმოიდგინე ვიღაცა ტიპმა უცებ ბრახ. ო. რა ადრე უფრო საინტერესოა, მე მაგას ვამტკიცებს, რომ exploration-ი ასწორებდა რა. რომ მიდიხარ შეჩემა ამერიკის საძიებლად და მომენტ რო ჩახვალ შევა სამთავიანი მარტორქა დაგხვდეს, ხუთთავიანი ადამიანი, ანუ მზად ხარ იმისთვის, რომ რაღაცა ისეთი ნახო, რაც ვერ წარმოგიდგენია. ხო და ეგ შეიძლება ის ნახო სამყაროს შექმნის დაარსების დედააზრი იყოს იქ. აი, იქ იყოს დასალიერი და გეუბნებიან, რომ მეგობარო, აი ეს ბოლოა და აქედან გაკონტროლებ ჩვენ. აი ნებისმიერ რამს ელოდებით. ეგ არის ძალიან მაგარი exploration-ში რა. ეხლა რო იცი შეჩემო ჩახვალ და რომ მიტრაკებ ხოლმე პარიზის იმას ნახავ რა ქვია და მე აქ ჭამდა კაფკა იმას პონჩიკებს, ნუ აი გავიგე რომ კაია ხა მაგრამ ამას ხონდა შეჩემო ისო წერდა იქ იჯდა ბარსელონაში ვიყავით. აი აქ იჯდა. აი აქ დამაჯდა საკეთ შეჩემო ამჯერად. არა, ეგ იყო ყლეწიგნის საკითხის გამართლების ის ქონა, მუღამი მქონდა ეგ, იმიტომ რომ პატივი კატალონიას ორველის ძალიან მართლაც უციგნი არ არის გაიციგნა, პროსტა ერთ-ერთი რომ იქ ვარ ყოფილიყავი და მართლა რო ვცოდნოდა რომ ვკითხულობდი აი რო ვკითხო აი იქ იჯდა. ვინტო ვკით? არ წავიკითხო მაგის არა. აი აქ იჯდაო შეჩემო კითხო. ასწორებს ბიჭო, კაია რა. შენ ეგას ვერ სად შეჩემო კოლუმბი რო წავიდა. მე ხო პარიზში რო დღეს რო ჩახვალ, იმაზე რო დაინახავ რა ქვია, PayPal-ის ყურში სან ღვთისმშობლის ტაძარს, ნოტრდამის არ გაგიჟდები, იმიტომ ანახი გაქვს. მესმის, მაგრამ მაინც სხვა შეგრძნებაა ლაივში როცა ნახულობ. რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ მაინც სხვა შეგრძნებაა.
მესმის რომ ვაფშე არ იცი ясნია რომ ისდეცია აი საერთოდ არ იცი შეჩემ რას ველოდები ჭადიხარ რა თქმა უნდა ეგრე მქონდა იმაზე ვენაზე ვიყავი ქალაქ ვენაზე ანუ ვაფშე ნანახი არ მქონდა არაფერი ვენის კადრი ფოტო რაღაცა რო ჩავედი პირველად მაშინ ნახე რაღაცები და ძალიან კაი იყო რა პარიზში რა უნდა აი როგორ უნდა მოახერხო იცხოვრო რომ ეიფელის კოშკი ვერ ნახო შეჩემ მაგრამ მაინც იქვე რო ხარ და შენ თო ნახულობ სხვა შეგრძნებაა რა მაგიტომ მიყვარს თამაშები ძმაო Elden Ring-ში ბევრი გეიმერი ამბობს რომ აი პირველ ლუკა იმაზე ახალმე რა ლიმგრევი ქვია ხო? ლიმგრევი არ ქვია? პირველ რო გამოდიხარ. თუ ლიმგრევი. რა გაჩქარებოდა ჯაფარ? რო კარს რო აღებ პირველ კარს, აი ქვემოდან ამოდიხარ, აი ამას რო გააღებ. ისეთ სამყარო იშლება რომ აი პირველი რეაქცია რომ მაგას დაინახაო, ანუ ხალხს ის აქვს რომ არ იცი რა. Elden Ring-ში? Elden Ring-ში პირველი კარი რო გააღებ, რო გამოდიხარ გარეთ, გამოქვაბულიდან თუ რაღაციდან. აი არ დამასპოილერო. არა, ძალიან ეფექტურია რა, უბრალოდ ნანახი ექნება კადრი მაგ. არ მაქვს ნახე. ხო, და მე რო დადიხარ კატაკომბებში იმაში რაღაცა ამაში ჩახვალ, ანუ ახალ რაღაც რო აღმოჩენ ძალიან ასო. ბეჭდების ზანებლის პონჩი არის რაღაცა რა, საბოლოო ჯამში. ხო. გავს რა, ანუ ჩვენ მოვესწარეთ იმ დროს, როდესაც განვითარდა ხო. მობილური არის. არაფრიდან ყველაფერი ნახე შე. მე ხო მონტყოლილი მაქვს, ფეხბურთი მაქვს ნათამაშები კომპიუტერზე, რიცხვები ეწერა, პროსტო კონკრეტულად 1-იან, 2-იან ზონა დაგეჭა, პასაძლევდა 2-იანს მე. 3-იანს დააჭერ, 3-იანს დაძლევდა. 4-იანს თუ დააჭერდი, ბრუიზერი აქტიურდებოდა იმას. ეხა იმას უბერო. ხო, არა, ძალიან დიდი სხვა ჩვენ მოვესწარეთ. შეხოთაშორის ის ნახე, ძალიან კაი ვიდეო ნახე. ბიჭო, რა ფილმია ის? ვახ. აი 2006-იან 5 წელია რა. ბიჭო, აი ეს არის coming of age ფილმები რა, ხო იცი? ანუ აი ახალგაზრდებზე, თინეიჯერებს. ეგ ფილმი არის სუპერბედი, მე მგონი სუპერბედია. სუპერბედი. სუპერბედს ხო. ჯონა ჰილი რო თამაშობს. მობილური ტელეფონები აქვთ მაგ ფილმში. ხო. ხო, რაზე იყო ისი ბაზარი, მობილურები აქვთ. ანუ ვიდეო იყო ეგეთი რომ სუპერბედი რო გამოვიდა, короче. მობილურები აქვთ. ოღონდ მობილურებს ხმარობენ მარტო იმისთვის, დასარეკად რა. და ზუსტად სკროლავენ და არა, და ზუსტად მაგ პერიოდში გამოდის რაღაცა, ნიტო iPhone, ნიტო რაღაცა, короче, რაღაცა ისეთი ტექნოლოგიური წინსვლა, მე მგონი iPhone-ი გამოდის მაგ პერიოდში. რომ სამუდამოდ იცვლება ის სამყარო, რომელსაც ესენი ცხოვრობენ. და როცა ეს ფილმი გამოვიდა უკვე iPhone-ები არის რა და ტიპები, რომლებიც უყურებენ ამ ფილმს, ახალგამოსულს, ვერ აანალიზებენ, რომ ეს სამყარო, რომელსაც ახლა უყურებენ, რომელიც ადეკვატურია და ჩვენთვისაც ჩვეულებრივი სამყარო იყო ეგ, იცვლება სამუდამოდ რა. ეჩიტება სულ სხვა რეალობა რა და მართლა ახლა რომ დაფიქრდეთ, ჩვენ просто რახან ვიცხოვრეთ ეგ პერიოდი, ვერ ვაანალიზებთ მაგას, მაგრამ 2005-დან 2025-მდე იმ ხელა განსხვავებაა. სხვა სამყაროში American Pie-ზე მაგ მოსვენილი ეგ რომ American Pie ბოლო ფილმი, სადაც აი პრაწოულებები და რაღაცები რომ ბოლომდე ატრაკებენ, იმიტომ რომ თავი არ აქვს ჩაყოფილი იმაში. ეგ იყო სუპერბეჩი, ეგ იყო მაგაც. ხო. რომ ბოლო ზუსტად მაგ პერიოდის მერე, მობილურებში არ იყო ისა, ხო, კამერების ვიცი. და ანუ ცუდად თუ რაღაცა ყლეობას თუ იზამდიო. всё, არცა აღბეჭდილი ეგ არ იყო რა. და ნუ ხება გაგიტყნომოდა მეორე დღესიო და მორჩაო და ეხლა ხო არ ცხევდი, კამერები წოურებს მაგრა აფუჭებს. ხო, ანუ კამერა ვიღაც თუ იმით იქნებოდა ვიდეო კამერით, ხომ ეხლა ყველას ტელეფონში, ეხლა ქუჩაში რომ რამე ყლეობა გააკეთო, შეიძლება მეორე დღეს და გამოგაჭენო. შუქნიშანი გიღებს. ხო, მთელ სოფლიოს იმითი გამოგაჭენონ რა. კამერები ვერ გასაკუთრებია. ხო, და ბოლო ის მონაკვეთი იყო მაგ სამყაროსიო, რომელიც სამუდამოდ იცვლებოდაო და იმ ტიპებმა რომლებიც პრემიერას უყურებდნენ, არ იცოდნენ რომ ეს სამყარო სამუდამოდ იცვლებოდაო რა. მაგაზე იყო, ხო, აი American Pie-ს რაც ეხლა თქვი, მაგაზე იყო ზუსტად. რა პროსტა American Pie 98-ია თუ რაღაცა და ეს არის 2000-იანების დასაწყისია. American Pie გეძველია? American Pie არის 99-იან რაღაც. ხო. ეს არის ცოტა აქეთკენ რა. აი კაკას iPhone. American Pie რამდენიმეა პროსტა, ხო? ხო, არა, ბოლო აქეთკენაა ვაფშე. 7-ია, მაგდენია ბიჭო. არა, ეგ რაღაცები ნამდვილი არის 4 თუ რაღაცა. კიდე 3 ისეა გადაღებული, მამა ის იუჯინ ლევი და კაი, ჩვენ ტატო. იუჯინ ლევიზე არის. უნდა გავიდეთ ბოლოსკენ, იმიტომ რომ 20 წუთში თამაში იწყება, ყურებაც მინდა. კი ბატონო.